რას აკეთებ? განა რამდენ თევზს დაიჭერ? აქ დრო ძალიან ბევრი გვაქვს და ცოტას მაინც გავიყვანთ. ადამიანიც ფიქრობს. რაზე ფიქრობ? შენზეც კი ვფიქრობ, რეშტიუ. ჩემზე რას ფიქრობ? სამსახური მიატოვე. აქაც კი მოხვედი. რატომ? იმიტომ რომ სისხლი დაიღვარა. ხომ ასეა? ასეა? ხო. ფიქრობ ამად ღირდა თუ არა. რეშტიუ. რატომ არ შედიხარ? შევდივარ. საუბარ შევყევით და ნაპირზე შემორჩი. ბოდიში ძმაო, ჩვევა მაქვს ასეთი. გამომართვი? მოიშორე. ცუდი ჩვევები მოიშორე, რეშტიუ. მადლობა, რეშიც უნდა გადავუხადოთ. საკუთარი შვილი გაწირა და ეს საქმე დაიხურა. ჩემი სიძე რუსებს დაელაპარაკება ზარალის ანაზღაურების საკითხზე. ხომ გესმის? რუსებს ფულს მისცემს, რომ შენი შვილის შეცდომა დაფაროს? მის სირცხვილს ფულით ვერ დავფარავთ. კარგი. ჩემო ბიძაშვილო, მომისმინე, ამ ქვეყნად ყველაზე ახლობელი ადამიანი ხარ. მე და შენ ბევრად მეტი ვართ ვიდრე ნათესავები, ამიტომ შემიძლია გულახდილად გელაპარაკო. ხომ ასეა? რადგან გინდა გულახდილად ვილაპარაკოთ რეзвინ, ვილაპარაკოთ. იავუზი შენი შვილია. ფიქრეთი, თუნჯაი, თემელი ჩემი შვილები. უამრავი წელია ერთად მუშაობთ. ჩვენთან მიმართებაში არც შენ დაგიშვია შეცდომა და არც ჩვენ შენთან. კარგი და კულფალარები? გამოდის ჩვენ კულფალარებზე ნაკლებები ვართ, რადგან ძახლებად მათ ირჩევ. არავითარ შემთხვევაში. ეს ვინან საიდან მოიტანა ვერ ხვდები. მე და შენ მძახლები გავხდებით. ჩვენი შვილები დააქორწინე და ჩვენი ისედაც ძლიერი ოჯახის კავშირი კიდევ უფრო გავამყაროთ. ბიძიარი ზვან. ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი გამიკეთე, ბიძიარი ზვან. ბიძია არა, შვილო. ამიერიდან მამა რიзвანი დამიძახე. მამა შენი ვარ, მამა შენი. ხედავ ხელი არ მკარი რიзвან. ამიტომ თხოვე რაც გინდა. რადგან გინდოდა ჩემი მძახალი გამხდარიყავი, რადგან გინდოდა ჩემი ქალიშვილი ცოლად შეგერთო, მეც მოგეცი. დასხედით. ბიძია დურსონ მიირთვით. მადლობ, შვილო. გამარჯობა. ბიძია კი არა, შვილო, მამა. ამიერიდან ბიძია დურსუნი მამა შენია. ეს კი ჩემი სიძე, შენი საქმრო, იავუზი. ბიძია რიзвან. ბიძია არა, შვილო. მამა რიзвანი, ხომ გითხარი? ჩემი ქალიშვილის ხელი ხომ თხოვეთ, მეც მოგეცით. ან იქნებ დურსუნ ჩემმა შვილმა, ჩემს უფროს ქალიშვილს დაადგა თვალი. გთხოვ, რამე გააკეთე. რიзвან, განა ასეთი რამ შეიძლება? არ შეიძლება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. გოგონა კანკალებს, ვინმე მეს ლანგარი გამოართვით. მამა დურსუნს ხელზე აკოცე, შვილო. ახლა ზეინების და
ლევენთის ქორწილს ქალები იავუზის და ლეილას ნიშნობასა და ქორწილის დეტალებს შეათანხმებენ, კარგი? ღმერთმა ინებოს. ზეინეფი მამა რიზვანს არ დაუჯერებს. მოკვდება, მაგრამ ლევენს ცოლად არ გაყვება. მე მოვკლავ. თუ საჭირო იქნება, მოვკლავ. ვის მოკლავ? გაჩუმდი ღვთის გულისთვის. ერთი იდეა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა სიტყვით. რა იდეა? თქვი. მიდია ჯევათი თუ ჩამოვა. ყველაფერი ხომ შეიცვლება? როგორ? თუ სიძე ჩვენთან მოვა, ზეინებს, ფიქრეთს, მამა რიზვანს და დედა ნადიმეს დაელაპარაკება. ნედავდედა ნედიმე მალე მოკოდეს და თავისი წილის სიცოცხლეც შენ დაგიტოვოს, ჩემო ჭკვიანო ძმისშვილო. დედა, იცი მამამ რა გააკეთა? მამა შენი ისი არაფერს აკეთებს, ჯერ მე რომ არ შემატყობინოს. რა? ჩემი თავი იავუს მისცა. რა სისულელია, დეიდა? მოკვდები, მაგრამ მაგ იავუს ლეტოს ცოლად არ გავყვები. მოკვდები, თუ მამა შენი გაიგებს, სამაჯურებს ვიჩუქნი. თუ გაიგებს, მოკვდები. ამიტომ გაჩუმდი და ის გააკეთე, რასაც უფროსები გეტყვიან. ასე არა მოხდა. იმ უბედური საქინეშვილი ჯენგიუზი მოსწავს. არა. არა. და ენიშნობა გაიმართოს. ყველას მე დაგიცავთ. ვინ არის ეგ ძაღლი? შემს ბიძაშვილზე ვინ ფიქრობს? აი შეწამოდი მივდივართ. ფიქრეთ. რამე პრობლემაა? როგორ შეიძლება პრობლემა არ იყოს? ლეილა ჯერ ისევ ბავშვია, დედა. როგორ შეიძლება პრობლემა არ იყოს? შენი დის ცოლად მოყვანას აპირებდა? აიშე. წამოდი. არაფერს იტყვი მამა. სათქმელი არაფერი მაქვს. ზეინები იქნება თუ ლეილა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე და რიზვანი ერთი ოჯახი გავხდებით, მაგრამ ჩემთვის აქვს. ლეილაზე დაქორწინება არ მინდა. თან ჯერ ისევ ბავშვია. დედა შენი ამას აქში უკვე მესამე შვილზე იყო ორსულად. ბავშვი როგორ არის? მაგრამ მე ზეინები იავუს. ზეინების სახელი აღარ ახსენო. შენი პარტნიორის საცოლია და მალე მისი ცოლი გახდება. მამა ჩემ გამო ლეილასაც ცუდად მოექცა. მამა შენი კი არა, ის გველი ასიე. მხოლოდ იმიტომ, რომ ლევენს ცოლად გაყვეს, საკუთარი შვილიც არ დაინდო. არა. ეს ჩვენ გამო მოხდა. ჩვენთან რა კავშირი აქვს? ახლა მივხვდი. ძმა რიზვანმა ციხეში ჯენგიუზი რატომ ჩასვა. ლეილას რა კავშირი აქვს ჯენგიუზის სიტუაციასთან, მამიდა? ლეილა ჯენგიუზი უყვარდა. როგორ ჩანს ასიეხანიმი ყველაფერს მიხვდა. ლეილა ჯერ ისევ ბავშვია, გაგიჟდით? რაზე კამათობთ? ღმერთო ჩემო. ჩემი ბიჭი თავისი ქალიშვილის შესაფერისად რატომ არ ჩათვალა? ამდენი წლის შრომა წყალში ჩაიყარა. მოიცადე, მისთვის არ მოგისმენია, ზუსტად არ ვიცით. რა მოხდა? ალიქე მამა მითხრა რომ მეძახდი. მე არა, ზეინეფი გეძახდა. მეორე სახლში წავა. მეორე სახლი რა საჭიროა? Asiye'yle konuşacağım. დედა ასიეს დაველაპარაკები. Anneye konuşacak. ასიეს რაზე უნდა ელაპარაკოს? Sakine bir dur Allah. საკინე დამშვიდე ღვთის გულისთვის. Elif. ელიფ, Nereden çıktı şimdi? საიდან მოიგონე? Leyla'yı თუ ლეილას გამოყენებით პრობლემა შექმნი, ასიეს ჯევათის ჩამოყვანის გარდა სხვა არაფერი დარჩება. seni oraya götürür. შოთა წაგიყვანს იქიდან კი შაჰინ ქაიაში წავა.
ჯევათი შაჰინქაიაში რა მოხდა? დებს სხვა სალაპარაკო აღარ დაგჭათ? ბოდიში ზეინეფანი. წამოდი შოთა წავიდეთ, გზაში მოგიყვები. Tamer'cim ne haber? ემირი როგორ ხარ? კეთილი იყო შენი მოსვლადაო. კარგად. Annem burada mı? დედა აქ არის? ბახშია. Yanında biri var. მასთან ერთად ვინმეა? ზეიდა ზუღალი, ბიძია ნასიმი და ძმა ლევენტი. Asiye anne. დედა ასია შეიძლება ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ დაჯექი და ვილაპარაკოთ. Baş başa. მინდა მარტოს დაგელაპარაკოთ. Burada აქ yabancı yok. უცხორავინაა. ხოლო ჩვენ ვართ. Biz bizeyiz. გისმენ. Sizinle özel მინდა რაღაც განსაკუთრებულზე დაგელაპარაკოთ დედა ასია. კარგი, ჩვენ წავალთ, გვეჩქარება. ზეინებ, წამოდი შვილო, წამოდი. ხვალ ვილაპარაკეთ რაზეც გინდათ. Haydi. წავედით. Otur. დაჯექი. Asiye anne. დედა ასია. Leyla daha küçük. ლეილა ჯერ ძალიან პატარაა და იავუსიც არ უყვარს. Yaparsın bunu ya. როგორ შეგიძლია ასე მოექცე? შვილი არ გებრალება? ჩვენ არაფერ შუაში ვართ და შენ არ შეიბრალე. მე? ცეცხლზე თამაშებოდი ცეცხლს. როცა ცეცხლზე თამაშები შეიძლება შენც დაიწვა და შენი საყვარელი ადამიანებიც. იმისთვის რომ მამა შენს დაუპირისპირდე, იავუზ ლეთოსთან თამაშ თუ გააგრძელებ, ლეილა დაიდანჯება. ეს ქორწილი შედგეს და როცა დაბნელდება, სამარეში აღმოჩნდები ისე, რომ თბილ საწოლში ჩაწოლასაც ვერ მოასწრებ. სელიმი ტვინს გაგასხმევინებს. აი მეორე კი, რომელიც მის გვერდითაა დაგმარხავს. ეს ქორწილი შედგეს თავს ისედაც ჩემი ხელით მოვიკლავ ბატონო. ჩემზე ნუფიქრობ, საკუთარ თავზე იფიქრე. მანქანა მოაშორე. Peki. კარგი. Madem Leyla. თუ გინდათ ლეილა ცოლად გააყოლოთ იავუს, გააყოლეთ. Eğer bütün bunları ben o Levent. თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ ცოლად ლევენს გავყვე, იცოდეთ მოვკვდები და მაგ არა კაცს არ გავყვები. ჩემი ყველაზე ლამაზი დაიკო. ჯევათ, ძმაო, Ne zaman gelecek? როდი ჩამოხვალ? მხოლოდ ჩემი დის დაკრძალვაზე? დაო, რა ხდება? ზეინეფანი, ჰალილ იბრაჰიმს ხომ მას შემდეგ უნდა დავკავშირებოდით, როცა ჯევათი ჩამოვიდოდა. ასეთი აჩქარება რა საჭიროა? ჯობია წინასწარ იცოდეს, რომ მოემზადოს. თუ რა თქმა უნდა არ გინდა რომ ლევენს ცოლად გავყვე. ღმერთს გეფიცებით, არც თქვენ დაგიჯერებთ და არც ვინმე სხვას. მაგარა კაც პირდაპირ ქორწინების რეგისტრაციის მაგიდასთან მოვკლავ. ძვირფასო შოთა, Sen ნუ merak. გეშინია. Söyledim ya ben onu ölmek. ხომ გითხარი რომ რაღაც ისეც მოვუწყობ, რომ სიკვდილზე უარესი იქნება. წადი მოკითხვა გადაიცი 2442-ს. გადავცემ.
როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ყავას კი არა, თევსაც გემრიელად ამზადებ. ასეთ თევს სხვაგვარად ვერ შეჭამ თურან, მაშინვე რომ შეიფერა. თურან, თავი მომაწოდე. აი, აქ ვინ არის? ვიღაც მახეში გაება. იარაღი აიღეთ. იბრაჰიმ, მოიცადე, ერთად წავიდეთ. წამოდი, თურან, წამოდი. ასეთი რა გამიკეთეთ, რომ თავდაყირავარ. ჩამოგხსენით. ეს ვინ მოიფიქრა? მიშველეთ. მიშველეთ. შოთა? ჰალილ იბრაჰიმ? აქ რა საკეთებ? შენთან მოვედი ზეინებ ჰანიმზე სიახლე რომ გითხრა. ჰალილ იბრაჰიმ. შოთა. რუშტიუ, შოთა ჩამოგხსენი. რატომ უნდა ჩამოხსნა? ცოტა ხანს ეკიდოს, რადგან გაება. რადგან პირდაპირ ჩვენს ხელში აღმოჩნდა. შენმა ქალბატონმა არ გითხრა, რომ აქ მახე იყო შოთა. არ გითხრეს, რომ თაში ასვლა რთულია, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი. თემო, შოთა ჩვენს მხარესაა, ცოტა ხნის წინ ძალიან დამეხმარა. თქვენთვის არ მithქვამს. რას გულისხმობ? რაში დაგეხმარა? რაში დაგეხმარა? ხო, მართალს ამბობს. ბოლოს როცა რიზვანის სახლში შევიდა, შოთამ გამოიყვანა. ამან? ხო. რამდენჯერ გკითხე და რატომ არ მომიყევი ოსმან? წამოდი, უკან დავბრუნდეთ. ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით, ან შოთასაც რაღაც აქვს სათქმელი, წავედით. რა გინდა, ასეთი ცნობის მოყვარე, რატომ ხარ თურან? რამე სიახლეა? დიახ არის. ბავშვებმა დაიძინეს. დაიძინეს დედა, მადლობა ღმერთს. შვილო, სად არის შენი ქმარი? არ ვიცი, მამა დაურეგა და არ მიპასუხა. შეიძლება ძმა ფიქრეთმა სადმე გაგზავნა. სად უნდა გაეგზავნა? არ ვიცი, ალი ქემალ. თვითონ მკითხე როცა მოვა. საკინე. ჯამე. ჯენგიზმა რომ მომწეროს როგორ არის, უკვე სულ ერთი იქნებოდა. თუნდაც ლეტოს ოჯახში შესულიყო, სასჯელს ნორმალურად მოიხდის და გამოვა. მაგრამ თუ იმის გამო დასაჯეს, რომ ლეილა უყვარს. საკინე. ლეილა შეუძლია ის უყვარდეს ვინც უნდა, მაგრამ თუ შენი ბიჭი ზღვარს გადავა, სასჯელს მიიღებს. თუ ბატონმა რიზვანმა ციხეში ლეილას გამოჩასვა, მაშინ ჩათვალე რომ შეიწყალა. ილოცე საკინე. ილოცე. ჯამე. შვენიერი. როგორ ფიქრობ, ჯევათი როდის ჩამოვა? დილით უკვე აქ იქნება. შეგიძლიათ ჩასაფრება მოუწყოთ გზაზე, რომელიც ასიეს სახლისკენ მიდის. ჩასაფრების მოწყობას არ ვაპირებ. ჯევათის მსგავსი არაკაცი არ ვარ. ჰალილ იბრაჰიმ. ამ ადამიანებს არ იცნობ. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. შეხედე რეშთიუ როგორ ჩაითრიეს. აქ იმის სათქმელად მოვედი. კარგად დააკვირდი. რეშთიუ რაშვაშია ვერ მივხვდი. რიზვან ლეტოსთან თავისი ბიძაშვილი არიფი ჩაუშვა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა. რეშთიუ რიზვან ბეის გვერდით რას აკეთებს? მისი ნათესავი ხომ ცოტა ხნის წინ მოკლეს. ხომ გითხარი, ჩემი თვალით დავინახე. ზეინებ. ო, ჰალილ იბრაჰიმმა რომ ვერ შეძლოს? რას გულისხმობ? ჯევათის განადგურება რომ ვერ შეძლოს? შენი გადაცემა რომ ვერ შეძლოს და ყველაფერი გაიგონ? არ ვიცი. ასეთ ვარიანტზე არ გიფიქრია? არა. საერთოდ? ჰალილ იბრაჰიმი უცნაურად იქცევა. არ ვიცი ეს მისი გამბედაობის თუ სხვა რამის ბრალია. მაგრამ როგორც კი მის სახელს ახსენებენ ან პირადად ვხედავ,
ნერვიულობა რა არის, სულ მავიწყდება. მგონია რომ ყველაფერი მხოლოდ უკეთესად იქნება. რა მოხდა რეშტიო? არ გამოგივიდა? არ გამომივიდა. ნორმალი. არა უშავს. Gel. მოდი აქ. Otur. დაჯექი. Yok oturmaya. არა, დაჯდომა არ მინდა. Ne yapacaksın? მაშინ რა საპირებ? Seni vuracağım. თავში გესვრი. Niye? რატომ? Ben ne yaptım sana? რა დაგიშავე? Arif abim. ჩემი ძმა არიფი შენ გამო მოკვდა. Arif abi inandığı şey. შენი ძმა იმის გამო მოკვდა, ვისაც დაუჯერე. Sen ne kadara sattın? რამდენად გაიყიდე, მითხარი? Söyle. შეიძლება მე უფრო მეტი მაქვს. გადაგიხდი. რიзвან ლეტომ ცხოვრება მომცა. Sen ne var? შენ რა შეგიძლია მომცე? Ben sana სიკვდილის ölümden გარდა başka მე hiçbir ვერაფერს şey მოხსენ. vermedim. Ne oluyor lan? რა ხდება? Halil yok. რა? Rüştü de yok. ჰალილი არ არის. Yoksa... არც რეშტიოა. Yürüyün lan hadi. გავიქცეთ, წავედით, წავედით. Halil İbrahim. ჰალილ, იბრაჰიმ. ჰალილ. İyiyiz iyiyiz. კარგად ვართ, კარგად. Ulan şutu. შოთა, Sen adam. ნამდვილი მამაკაცი ხარ. Ulan dur. ნელა, ნელა. Bağışla. მაბადიე, ჰალილ. Ben bu kanser. ამ ნაბიჭვარს დაუჯერე. Bağışlanacak bir şey yok. საპატიებელი არაფერი გაქვს მაო. Bundan sonra ახლა ჩვენზე იარაღის დამიზნებას ვერავინ შეძლებს. kim ne yapacak? ვინც რა უნდა გააკეთოს, ჩვენ ზურგს უკან მოკვდება. Ağlar. ამ ნაბიჭვარს რა ვუყოთ? Bu itinde şimdi ne yapacağız? Abi gelin. ძმაო, მოდიან.
ვერ მიხვდებოდი შენ რომ არ გეთქვა. უტვინო. ნამდვილი მეფესავით ჩამოხვედი. ლევენტ. ბიძია. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. მადლობ. რა ხდება ძმისშვილო? ნუ მგითხავ ბიძია. უკვე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მამაჩემის ვაჭრობა არაფერმა დააზარალოს. მე კი იმ ზეინებს და მის დინასტია. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუზე რა ხდება? არ მეტყვი? ლეტომ თავისი კაცი გაუგზავნა, ამბობენ, რომ მალე ბოლოს მოუღებენ. არ მაინტერესებს. კარგი. ახლა ბიძა შენი აქ არის. ახლა მათი ფიქრონ. შემოდი. სერჟანტო, რა ხდება? რამე სიახლეა? მოვიდა მეთაურო. რეშტი უცხედარი ამოცნობილია. თქვენი აზრით ეს ჰალილ იბრაჰიმა გააკეთა? ვისაც უნდა გაეკეთებინა უნდოდა რომ მკვლელობის შესახებ გაგვეგო. დეიდა. თემეო. ჩემოლომო. კეთილი იყო შენი მოსვლა ბიძია. ჩემოლამოზო დედოფალო. ჩემო გოგონა, უნერვიულობ. ეგიავოზი ქორწინების შემდეგაც თუ არ შეგიყვარდება, ბიძია ყველაფერს გააკეთებს და ახალ ქმარს შეგირჩევს, კარგი? შეხედე, ჩემო დედოფალო. სად არის სიძენესიმი? ჯევაც რაღაც საქმე აქვს და მის მოსაგვარებლად მივდივარო. შვილო, ლევენტ, მამა შენი ჩემს დას ხომ არ ღალატობს? უფროსი სიძე საქმეზე მე გავგზავნე. ასე სულთანი სად არის? და გავიწყდა რომ გლოვობს. კართან ხომ არ შეგხვდებოდა? მის აღებში გელოდება, წამოდი, ბაღში ვიქნებით. დაო. ჩემო ძმაო. ასია სულთან. ასე ნუ იქცევი. თელ ქარადენის მიწასთან უგამასწორებინებ. შენი ერთი წრემლის გამოც კი მზად ვარ სიცოცხლე გავწირო დაო. ჩემო ძვირფასო. სად არის შენი ქმარი? გაბრაზდა აქ ჩამოსვლა რომ გთხოვე და მეორე სახლში წავიდა. შენ გაგიბრაზდა? გაუბრაზდა დედას რომელმაც შვილი დაკრძალა? ისიც კი არ შემიძლია ჩემი ბიჭი.
ჩემი თარიქი ნორმალურად ვიგლოვო. ერთი მხრიდან ის გველი ნადიმე, მეორე მხრიდან ის ქარას უმოსვენებას არ მაძლევს. Bırakın ben halledeceğim. ამბობ მიმიშვით თვითონ მოვაგვარებ, მაგრამ უფლებას არ მაძლევენ. არავინ მისმენს. Keşke o ნედავი მიწაში მე ვიწვე. toparım yerine ben. ნედავ ჩემი თარიქის ნაცვლად იმ მიწაში მე ვიწვე. Sağ olun. გმადლობ, ფელიპ. გემრიელად მიირთვით. ელიფ, დედა შენი სად არის? Biraz rahatsız. თავს შეუძლოთ გრძნობს რის ვამბეი. Misafir. სტუმარი გყავთ. Hayırdır? ხომ მშვიდობაა? Dayım geldi. ბიძია მოვიდა. Dayıcığım hoş geldin. ბიძია მოგრძანდი, რა მშვენიერი სიურპრიზია. ბარგი ჩაალაგე, მივდივართ. Anlamadım. ვერ გავიგე ბიძია? შენი ნივთები ჩაალაგე, ბავშვები წამოიყვანე და მივდივართ მეთქი. Ne oluyor Cevat რა abi? ხდება ძმაო ჯევათ? Tuncay. თუნჯაი. სახლში შედი. საკმარისია სიტყვები, რომელსაც გვაძლევთ და შემდეგ არასრულებთ. მაშინ ჩემს პირობაზე მეც უარს ვამბობ. ჩემი დიშვილი აქედან მიმყავს. Ayşe. ეშე. Sen kimin karısın? ვისი ცოლშვილის საყვანას აპირებ ძმაო ჯევათ ან რატომ? ჯევათ. ჯევათ. Otur şurada. დაჯექი. İnsan და გითხარი რა გინდა. როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ თუ არა და ეს საქმე ცუდად დასრულდება. Otur lan. დაჯექი. Daha dün ჯერ კიდევ გუშინ küçük yeğenime akrabanın ჩემი oğluna უმცროსი დის შვილი შენს ნათესავებს მიათხოვე. demedik. ჩვენ რამე Yeğenim bir ვთქვით? şey dedi mi? არაფერი. Demedi. Ha şimdi bu Çemma kız kim dişvilma olduğunu rahmet koa. hizmetimizi içe sayıyor, ha? არ უთქვამს. Ben sizin თქვენი დიშვილი არ მიყვარს და არ შევიყვარებ. sevmeyeceğim. მაინც გინდეთ რომ ცოლად გავყვე. Hala Ase evlenmek fikrobt? istiyor musunuz? İstersen შეგიძლია bana გძულდეს, ver. ვის აინტერესებს. Kimse kocasını karısını არავინ sevmez. არის ვალდებული ცოლი ან ქმარი უყვარდეს. Ama biz მაგრამ bu ამ ოჯახის aileyi გამო, ამ ოჯახის გამო საქმეს წერტილი უნდა დაესვას. koyduysak, ya bizim ან ისე იქნება, რასაც ჩვენ ვიტყვით, ya da bütün ან akrabalarımız- ყველა ჩვენი ნათესაური კავშირი გაწყდება და ერთმანეთისთვის უცხოები გავხდებით. Kimin gücü? ნახოთ ვინ ვისაჯობებს. ფაქტია შენს დაცელაპარაკე და მე აქ მოხვედი. Tamam bitirelim. კარგი, დაენუ დარჩება ნათესაური კავშირები. მაგრამ Ayşe benim kızım. აიშე ჩემი შვილია და Çocukları მისი შვილები ჩემი შვილიშვილები. onun dışında მათი neyi გამოკლებით varsa alın შეგიძლიათ ყველა წაიყვანოთ. და ჯანდაბამდე გზა გქონიათ. მითხარი დაჯექი და ვილაპარაკოთო და უკვე ვილაპარაკეთ სიძევ. Karınla kızınla რომ ცოდნო და შენს ცოლ შვილთან ლაპარაკი მომიწევ და საერთოდ არ დავჯდებოდი. გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს ჯევათ. Hayat ცხოვრებაში მიცემული სიტყვა არასდროს დამირღვევია. sözden dönmedi. ზეინეფი და ლევენტი დაქორწინდებიან. თუნდაც ხვალვე იქორწინებენ. შენ კი იქ დაბრუნდები, საიდანაც ჩამოხვედი და აქ აღარასდროს გნახავ. თუ სათქმელი სხვა არაფერი გაქვს, შეგიძლია წახვიდე. Yoksa gidebilirsin. დაეადგნენ ერთმანეთს აკოცონ და შერიგდნენ. ისე რომ დავინახო. მიდი შვილო.
აი ასე. იმ გველ ქარასუზე რა ხდება, ჯერ არ ჩაძაღლებულა? პოლიცია მოვიდა რიზვან ბეი. რა ხდება შვილო, პოლიცია? რა უნდა ჩოთა? თქვენი ნახვა უნდათ ბატონო. თუ შესაძლებელია განყოფილებაში მოვიდესო ასე დამაბარა. ალბათ ჰალილ იბრაჰიმს უკავშირდება, რადგან მამა რიზვანე დაიბარეს. წამოდი, შენც მოდიხარ. ჰალილ იბრაჰიმ. ამ საქმეში დამნაშავე არც თემელია და არც ედანური. მათთან თუ გაბრაზებული ვარ ოსმან, გაბრაზებული. მაგრამ არავის ვადანაშაულებ. ვინმეს დადანაშაულება რომ მინდოდეს, ჯერ ჩემი თავიდან დავიწყებდი. შენც კი ცხოვრება წაგართვი. მე ბედის წერის მწამს ძმავ. შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ჩემი ცხოვრება შეიცვლებოდა, მაგრამ არ ვიცოდი როგორ ან რა გზით. ამ სამყაროში არ არსებობს არსება, რომლის ბედის წერაც მშვიდად და ხანგრძლივად არის დაწერილი. მე ვამაყობ როგორც ჩემი ბედის წერით, ისე შენით ძმაო. იმედი მაქვს, თემელიც თავის ბედს შეეგუება. თურან სემას ნახვას არ აპირებდი? მოგვიანებით შევხვდები, ჯერ ბიძია დერვის ვნახავ. მშვიდობაა ბიჭებო? მართალი გითხრა არ ვიცით მშვიდობაა თუ არა. თურანი სემას ნახვას აპირებდა, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმა აქ გამოგვიშვა. ვერაფერი გავიგეთ. ბიძია დერვიში. საბურავების ხელოსანი გაება და ჩაძაღლდა. ეგ არა კაცი ჩვენთან ლეტომ შემოგზავნა. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. თურან სემასთან წადი. თემალმა ჯერ როშთიუს ამბავი მითხრას. მე კი სხვა ამბავს მოვუყვები, რადგან ჰალილ იბრაჰიმმა ეს ტვირთი მე დამაკისრა. წადი. წარმატებები. შენ კი შემოდი. დროები. კარგი, კარგად. რა ჯანდაბა ხდება? შემოდი. მეთაურო რიზვან ბეი მოვიდა. მობრძანდით რიზვან ბეი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიზვან ბეი. გმადლობ. დაბრძანდით გთხოვთ. ჩაი, ყავა, რას დალებთ? რით გაგიმასპინძლდეთ? გმადლობ, სხვა დროს იყოს. რიზვან ბეი, აშკარა რომ დრო არ გაქვთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ. გილოცავთ. საბურავების ხელოსანი რეშთი უმკვდარია. ვერ მიგიხვდით? იმის თქმა მინდა, რომ მე რატომ მილოცავთ მეთაურო. დაუშვათ რეშთიუს არ იცნობთ. საიდან უნდა ვიცნობდე? უпроსტორად მანქანის მოვლა ჩემი საქმე არ არის. მისი მეცახელი მანქანის საბურავებს არ უკავშირდება. რაც უნდა იყოს საბურავების ხელოსანი რეშთიუ კაფეზე თავდასხმის დროს მოკლული არიფის ბიძაშვილია. აშკარა აქ იმიტომ მივიდა, რომ თქვენზე შური ეძია. კარგი და ვინ მოკლა? იმედია ეჭვი ჩვენზე არ გაქვთ. იარაღის საქმე თქვენი კაცის, რეშიდ ჯენგუზის შვილს თავის თავზე რომ არ აეღო, რა თქმა უნდა მომიწევდა ეჭვი თქვენზეც მქონოდა. წინა ღამეს თემელი და რეშთიუ ჩვენი სტუმრები იყვნენ. მომისმინე უფროსო ლეიტენანტო, აქ თუ გამოძიების ჩარჩოებიდან გამომდინარე გამომიძახეთ, მოდი სხვა დროს შემოგივლით. ჩემს ქალის შვილს ვათხოვებ. ხვალ ცერემონია გვაქვს. მართლა გილოცავთ. თქვენ სიამოვნებით დაგპატიჟებთ, მაგრამ როგორც იცით, ყველა ადამიანი რომელმაც ოდესღაც კანონი დაარღვია, ჩვენი მეგობარი და ნაცნობია, ამიტომ თქვენს კომფორტს ვერ უზრუნველყოფთ. ხომ გესმით? არა უშავს, ისიც საკმარისია, რომ ამაზე იფიქრეთ. რადგან აქ ვარ, როგორც იცით, ჩვენი ხალხი სიხარულის ნიშნად ჰაერში ისვრის, წუხარების ნიშნადაც ჰაერში ისვრის. ანუ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტყვია იხარჯება. ამიტომ მადლობელი ვიქნები ამის ნებას თუ მოგცემთ მხოლოდ ერთი დღით. ფოიერვერკი და ტყვია ერთი და იგივეა?
როგორც წინებებთ, მაშინ ქორწილის ცერემონიის დროს განყოფილებაში ტელეფონებს გავთიშავთ, კარგი? ამას ქორწილს ვერ დავარქმევთ. მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან. თქვენი ნებართვით. წარმატებები. მეთაურს რა უნდოდა? იმ გველმა სახელად ჰალილ იბრაჰიმ ქარასუმ საბურავების ხელოსანი რეშთი უმოკლა. რას ამბობ, რიზვან ბეი? ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა გავტეხოთ. უფსკრულთან მივიყვანოთ. ის ჯევათით წესიერების ჩარჩოებს საერთოდ გასცდა. მის დამშვიდებას ვეღარ შევძლებთ. და გველი სახელად ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ სათანადოდ არ შევაფასეთ. ამ ორ შეუძლიათ ერთმანეთს გაუსწორდნენ. როცა გეტყვი კაფის მფლობელის იუსუფის პირით შეტყობინებას გაუგზავნი მაგ გველ ქარასუს ჯევათთან დაკავშირებით. ეს საქმე რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს. ძალიან მალე. იუსუფს ვისთან ერთად გავგზავნი, რიზვან ბეი. შენ სიძესთან, შოთასთან ერთად. გმადლობ, დედა. შვილო, გუშინდელი დღიდან არაფერი გიჭამია. არ შეიძლება. დედა არ მშია. სუფთა ჰაერი ცოტა დამეხმარა. მაშინ ექიმთან წაგიყვან. ასე როგორ გაცივდი? არა, დედა, სამას ვუთხარი მოვა და ერთად წავალთ. ჩემო გოგონა, ჩემო ძვირფასო. მე ვარ სემა. თურან რასაკეთებ? კინახა მოვკვდი. ასე შეიძლება? როგორ ხარ, ჩემო სიყვარულო? ჩემო ლამაზო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო ტკბილო. Canım. Şekerparem benim. ჩემო სიხარულო. Canım benim. აქ ღმერთმა გამოგგზავნა. Ne oldu? რა მოხდა? ედანური. ედანური დამნაშავე არ არის თემელ. Edanur bana როგორ შეეძლო ასეთი რამ არ მოეყოლა ბიძიადელში? ნუ თუ მსგავსი რამის თქმა ადვილია. საკუთარ თავში ჩაიკეტა იმ ტკივილით, რომ იესემინის სიკვდილის მიზეზი გახდა. ასეა. იესემინის სიკვდილის მსხვერპლი გახდა. Evet zorlamış. კარგი აწამა, მაგრამ ხომ შეეძლო მაშინვე ეთქვა ბიძია. Asıl mesele. საქმე ეს არ არის. Bana bunları შენ კი არა, ეს ჩემს ცოლს უნდა მოეყოლა ბიძია. karım anlatmalıydı dayı.
Bana bunu neden რატომ არ მითხარი ედანურ? Ben seni kaybetmekten შემეშინდა რომ დაკარგავდი. korkmasaydın. არ უნდა შეგშინებოდა. Reza ne zaman ოდესმე შენთვის ერთი უხეში სიტყვა მაინც მithქვამს. Temel. თემელ. თემელ. Ben ne olur გთხოვ, მაბადიე. ne olur ne olur. მაბადიე, გთხოვ. მაბადიე. Ben sana sordum. კითხე თუ არა. Buzun içine თვალებში ჩაგხედე და კითხე. Edanur iyi misin? ედანურ რა ხდება, ცუდად xარ, რა გჭირს? Sen bunu მაგრამ neden დამიმალე. Gelseydin შეგეძლო bana მოსულიყავი და მოგეყოლა. sarılsaydın გეთქვა bana, თემელ sen ყველაფერი bunu- ასე მოხდა. Benim böyle bir რა felaketin უკეთესი იყო. neden bu duymam? მსგავსი კოშმარის ბიძია დერვიშისგან მოსმენა თუ ცოლისგან. Ben çok utandım. ძალიან მრცხვენოდა. Kocam ძალიან მრცხვენოდა მართლა. çok utandım. მინდოდა Ben მეთქვა. söylemek istedim მაგრამ ასეთი რამ როგორ უნდა მეთქვა? Söyleyemedim. ვერ შევძელი. ვერ შევძელი. Söyleyemedim Temel. გთხოვ, გამიგე. Lütfen. გამიგე, გემუდარები. Sen anla beni. ნუ გამიბრაზდები. Beni lütfen. ნუ გაბრაზდები, გთხოვ. Ben sana kızgın. შენ არ გიბრაზდები. Benim ciğerim. გულში ცეცხლი მიგიდია. Ben bize yazık ჩვენს bir ბედის kader- წერაზე ვარ გაბრაზებული. გთხოვ, თემელ. გთხოვ, გთხოვ. თემელ. თემელ. გთხოვ, გთხოვ, თემელ. Temel. არა, თემელ. არა, თემელ, გთხოვ. არა. ბეჭედი გაიგეთე. გაიგეთე. Ben artık yapılmam. მე აღარ ვარსებობ. აღარ დავბრუნდები. არა. არა. Ben artık kocam შენი değilim. ქმარი აღარ ვარ ედანო. Hiçbir yere gidemezsin. უფლება არ გაქვს, სადმე წახვიდე. უფლება არ გაქვს. Hayır, hayır, გთხოვ. hayır, hayır. თემელ, თემელ, არა. არა. Temel. თემელ. Temel. თემელ, გთხოვ. თემელ. Sağ ol kızım. მადლობ შვილო. გემრიელად მიირთვი, მამა. Buyur baba. მამა მეძახდი? Beni çağırmışsın. Ha, otur. დაჯექი სიძა. Bilmem რამე gereken უნდა ვიცოდე? Ne gibi? რას გულისხმობ მამა? herhangi bir şey. რაიმე? Yo. არა. Niye böyle ვერ მივხვდი ამას რატომ მეკითხები. Bey sana bir ბატონს görev უნდა რომ verdi. ერთი დავალება მოგცე. Hayır, bir şey რამე yaptı da, გააკეთე და ასეთი დავალება ამიტომ o yüzden მოგცა? bu görevi verdi. უკვე მნერვიულობ. Endişe ettim. ლევენც ესროლა. ალბათ უნდა ანგარიში გაუსწოროს. Ne görevi? ასეთი რა დავალებაა? Akşam Ali İbrahim საღამოს ჰალილ იბრაჰიმთან დაკავშირებით შეკრება იგეგმება. kahveci Yusuf'a götüreceksin. ამ შეკრების შედეგს იუსუფში ატყობინებ. ის კი დანარჩენებს და ჰალილ იბრაჰიმი იმას გააკეთებს, რაც საჭიროა თუ გამოუვა. ანუ რიзвან ბეი ჯევაც უღალადებს, მამა? მოიცადა ელი. Rizvan Bey. რიзвან ბეის უნდა რომ ბოლო მოუღოთ ჯევადსაც და ჰალილ იბრაჰიმსაც. ანუ მტრებს Yani düşman ერთმანეთთან დააპირისპირებს. Tamam da კარგი, მაგრამ niye ben რატომ მე, მამა? sen de რატომ არა შენ ან ალი ქემალი ან ვინმე სხვა? Lafı მე რატომ უნდა გადავწე ეს ყველაფერი? Eğer Elif თუ ისია როგორც ელიფმა თქვა იმის გამო რომ ლევენც არ ესროლე. Halil İbrahim მაშინ ჯევათის და ჰალილ იბრაჰიმის შემდეგ ლევენტი მოკალი.
Levantin dur. ასე ზეინებიც დამშვიდდება. Zeynep rahat etsin. Neni soraysın? რას მეკითხები, ჰალილ? ედანურზე უარი ვთქვი. Vazgeçtim işte Edan oradan. Neden? რატომ? Bana yalan söyle. მომატყუა, ჰალილ. Ne olur. რა იქნებოდა სიმართლე ეთქვა? Kızar mı? გაუბრაზდებოდი? Yoksa თუ karşı- ვეთყოდი ჩემო ლამაზო, ნუ ნერვიულობ. ნუ გრცხვენია. Sana bu მათ şeyden შერწყვეთ, fazla- ვინც ასე მოგექცა მეთქი. მართალი ხარ. Haklısın. Bunda Sana et var. anlatmalıydı. Belli ki როგორც yazdım ჩანს, onlarla. შეეშინდა იმის გამო, რაც CSM-ის შეემთხვა. Anlatamadı. მოყოლა ვეღარ გაბედა. Yasemin'in- CSM-ის რაც შეეხება, Onun yüzünden. CSM-ი იმის გამო მოკვდა. Benim yüzümden. ჩემ გამო მოკვდა. Ben de sinirliyim. მეც გაბრაზებული ვარ ძმაო. Ben de öfkeliyim. მეც გაბრაზებული ვარ ედანურზე, შენ ბრაზობ, მაგრამ სიყვარულს Ama bu sevgi ასე ერთი öyle silinip atılacak. ხაზის გადასმით ვერ ამოშლი. Ben seni უკვე batırdım. ამოვშალე, ჰალილ იბრაჰიმ. Ne hali varsa görsün. რაც უნდა ისაკეთოს. Söylediklerin sinirlen. ახლა გაბრაზებული ხარ და იმიტომ ამბობ. და არა სიყვარულის გამო. Bunu sana ამას გეუბნები, როგორც კაცი, რომელსაც Sevdiğine bir daha საყვარელ ადამიანთან შეხვედრის შანსი აღარ აქვს. amას ნუ იზამ. yapma. თუ საჭირო იქნება, Gerekirse ben ჩემზე თქვი უარი. sevdiğim საყვარელ ქალზე უარს ნუ იტყვი. Hadi kalk. გადაքի, Haber arıyor. უკვე ბნელდება. სოფელში ჩავიდეთ.